დავით, მოგესალმებით, დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. სწორად აღწერე ის სიტუაცია, რაც არის. ეს ხალხი ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება, მიტაცებულ ძალაუფლებაში მყოფი ქართული ოცნება მართლაც გადასული არიან მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ფული მოიხვეჭონ და ძალაუფლება არ დათმონ არც ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ მერე ეს ფულის მოხვეჭის შესაძლებლობა მათ აღარ ექნებათ. როგორც ჩანს, ასეთი სიტუაცია ადამიანებს ისედაც დიდი გონებით და გამჭრიახობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ასეთმა სიტუაციამ აბსოლუტურად დაუკარგათ ალღო, დაუკარგათ რაღაცნაირად სიტუაციის აღქმის და დანახვის უნარი და დიდი უფსკრულია შემიძლია თქვა მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ისინი როდესაც თავს იწონებენ მაგალითად იმით, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური სტაბილურობა, რომ ადამიანები ჩვენთან ბევრად უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე თურმე ევროპის ქვეყნებში. აპარია ლელა ხო ისავე ლელა მეთქი ბოდიში ფიქრი ხო იცია ის რაღაცა ტყუილების დიდოსტატები არიან რა სასურველს რეალობა დასავლებს. ამის თქმა მინდოდა. მათ აბსოლუტურ მახასიათებლად არის გადაქცეული ტყუილი. ყველა სიტუაციაში, ყველანაირ ვითარებაში, საგარეო მიმართულებით იქნება, საშინაო მიმართულებით იქნება, ისინი სულ ტყუიან. სულ გამოდმებით ამბობენ ტყუილებს. ეს ტყუილები რაღაცა დონეზე ჭრიდა, ეხა მათ დიდი მანქანა აქვთ პროპაგანდის ჩართული. მედია საშუალებები, რომლებსაც უხვად აფინანსებენ და ისე არ უჭირთ, როგორც დანარჩენ მედია საშუალებებს. ბუნებრივია, ეს პროპაგანდა რაღაცნაირად მაინც ზემოქმედებს ხალხზე, ხა პროპაგანდას აქვს ბუნებრივია ძალა, აქვს ეფექტი, მაგრამ უკვე გავიდა 14 წელი. 14 წელი პრაქტიკულად არც ერთი შესრულებული დაპირება. ეხლა შეიძლება რაღაცა მცირეოდენი რაღაცები გავიხსენოთ, მაგრამ დიდი დაპირება არც ერთი ბიძინა ივანიშვილს არ შეუსრულებია. მე ვამბობ ხოლმე გარდა ერთი დაპირებისა, რომ გამაოქრა ნამდვილად სამყარო თავისი აი ამ რაღაცა. ის საფიქრია 5 მილიონი თითოსოფელს ფანტაზიები ქონდა და მართლა ჩვენ ხალხს, რომელსაც ბევრი განსაცდელი აქვს გამოვლილი, ბევრი გაჭირვება აქვს გამოვლილი, რაღაცნაირად ცვლილება უნდა და მოტყუდა ძალიან თავის დროზე და ბევრს გაიგონებდით, ეხლა მაგის მეტი რა გვესმოდა, რომ ამ კაცს ბევრი ფული აქვს და არ მოიპარავს და ის პირიქით საქართველოს ახარჯავს ამ ფულს და ძალიან დიდი დრო დასჭირდა ხალხს იმის დასანახად, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსაც ფულის საშოვნელად იყენებს და ყველაზე უარესი კიდე რაც არის, ფულის შავი ფულის სამრეცხაოდ იყენებს. მასობრივად დანში რო ის გახსნეს, არ გახსოვს შემოისა. რაღაცა ბიზნესების შექმნას, ხალხი დაასაქმოს და ასე შემდეგ. არა, შავი ბინძური ფულის სამრეცხაო უნდა იყოს ქვეყანა და როდესაც ეს დანიშნულება ეძლევა ამა თუ იმ ქვეყანას, ის გადაიქცევა ტერიტორიად, ის უბრალოდ სახელმწიფოს ნიშნებს ვეღარ ატარებს და ეს ტერიტორია არის უკვე სამწუხაროდ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად საქართველო. და საქართველოში ყველანაირი შავი ფული ტრიალებს. თავი დავანებოთ იმ კოლ-ცენტრებს, რომლებსაც წესით უნდა ებრძოდეს თავად ხელისუფლება, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან თითოეული კოლ-ცენტრის უკან და ეს არის ერთის მხრივ რომ არის ძალიან ბინძური საქმე, იმიტომ რომ ძირითადად პენსიონერებს ყლეფენ. პენსიონერებს ყლეფენ, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან ცუდი ის, რომ ამავდროულად ძალიან ცუდია ის, რომ ახალგაზრდებს რყნიან. ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართული არიან ამ უკანონო ბიზნესებში და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას იღებენ აი ამ ნადარჩი ფულით უზარმაზარ ანაზღაურებას და ეს შეიძლება ითქვას არის დაკარგული ტვინები საქართველოს მემკვიდრეობისთვის. საქართველოს ცუდი ფონი გვაქვს. აი გულწრფელად მაპატიეცავს დიდი ბოდიში რა, ჩვენ 9 საათიანი ბლოკი გვაქვს საუბედუროდ და ბოდიშს გიხდირავ და ბევრი დრო ვერ გამოვყავე, მაგრამ
მე ხა გწმელი ვარ. მე მაგალითად ლელოს მივეცი ხმა საპარლამენტო არჩევნებზე. რატომ იცი ძალიან საინტერესო გუნდი ხართ. ყველანი ხართ გაინტელექტუალები და გამორჩეული ადამიანები. წესი და რიგით, ჩემის აზრით, აი ვინცაც კი სკოლა გავლილი აი პოლიტიკური ბრძოლისა, ის პაუზებით არ უნდა ცხოვრობდეს, არ გამიგოს ხანაერად. თითქმის ყველა პარტია ბიძინებული არის და თქვენ არ გეკადრებათ, რომ აი პაუზა გაქვთ აღებული. რატომ? აქტიურები გახდით რა, მე მოგიწოდებთ. მართლა გეუბნები, იცი ახლა ელენა ჯეჯელავა მაგ თქვა ახალი საქართველოსის ბრძოლაა საჭირო. დავიწყოთ ბრძოლა. თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ პირველადი ორგანიზაციები გყავთ, ძალიან საინტერესო კვლევები გაქვთ ჩატარებული და დაიწყეთ, თქვენ უნდა დაიწყოთ, ასაკოვანი ხალხი ხართ, ნუ ხა პირობითად ვიძახი, თითქმის ყველა პარტიაში, რა ვიცი, რაღაცა დოზით არიან ესე ვთქვათ პროფესიონალები და თქვენ საერთოდ ყველანი ხართ პროფესიონალები იქა. და წარსული გაქვთ ძალიან საინტერესო, მეც გეტყვი ახლა ლელა რაღა არის, ახლა ჯეჯელავა რომ ამბობდა ახალი საქართველოს ბრძოლა, თქვენ დაიწყეთ პირველი ბრძოლა, როგორც კი პოლიტიკაში გამოჩნდა, გახსოვთ 3 წელიწადი მთელი პარტია რო სასამართლოებში იდექით ყოველდღიურად და ფაქტურად ყოველდღე ბრიფინგები ქონდა. ყველაზე უფრო თქვენი ეშინია ბიზნეს. არის დანიშნული სასამართლო პროცესი. გეთახმები და ეშინია ბიზნეს თქვენი და რადგან ხელისუფლებას ეშინია, ეს იგი სერიოზული ძალა ხარ და ეს ხალხს აჩვენეთ რა, ფიქრი. მართლა საინტერესო ფაზა არის და ეგება თქვენ აიღოთ ავანგარდისტული პოზიციები. იცი რა, ერთი რამე შემიძლია გითხრა, რომ გაჩერებით არც ერთი დღე არ გავჩერებულვარ, შეიძლება ითქვას. კი, მაგრამ არ ჩანხართ, აი რაღაცა დაიწყეთ ისეთი, აი ნუ არ ვიცი. ველზე დათო, ძალიან ბევრი სამუშაოა რეგიონებში, ძალიან ბევრი სამუშაოა სოფლებში. ძალიან ბევრი სამუშაოა მუნიციპალიტეტებში, იმ ცენტრებში. ყველგან ჩაკვდა სიტუაცია, იმიტომ რომ ქართული ოცნება გველეშაპივით დაეუფლა. კი, ვაღიარებ, ამასა რომ სწორი ხარ. მთელ ქვეყანას და ყველა მიმართულებით ასეთი ვითარება არის. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, დღე არ ჩაგვიგდია, რომ პარტიის გამოკვეთილი სახეები, ლიდერები არ დავდიოდეთ რეგიონებში, არ ხვდებოდეთ ხალხს, არ წევდეთ წინ პრობლემებს, იმიტომ რომ ჩვენ სულ ვამბობთ იმას, რომ ერთია გლობალური პრობლემები და გლობალურ პრობლემას ვერანაირად ვერ მოსცილდები, იმიტომ რომ ეს გლობალური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ეხება და საქართველოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ ადამიანები საკუთარ პრობლემებთან დავტოვოთ. განსაკუთრებით ეს რეგიონებს ეხებათ და იმდენი გაჭირვება არის, იმდენი პრობლემა არის. რეგიონებში ხა წარმოიდგინე დათო რომ ადამიანები სოფლებში, ქალაქებში დღეების განმავლობაში, კვირეების განმავლობაში წყალი არ მიეწოდებათ და ძალიან ძნელია ამ დროს ადამიანს ელაპარაკო გლობალურ პოლიტიკაზე. თან უცბად დაცხა ესე ახლა მართლა მოუმზადებელი აღმოჩნდა ქვეყანა. ვაიმე, ხა ისა ფიქრია, ძალიან კაი კატაკავთ გაჩვენდი, კარგად ამაკ დასწილი ვაყურებინე მაგათასე. მაგათა ჩამოვაგდო და არ ჩამოსვა რა, იყოს კაცო, ჩვეულებრივი მოვლენა ეს რა. არ ვიღებ, იყოს კი ბატონო. უნდა იყოს. ფიქრი, მართლა გეუბნები, იცი, აი ძალიან საინტერესო ფაზა არის ივნისის თვე, საერთოდ მნიშვნელოვანი. სხვა შორის მინდა გითხრა, რომ 22-ში 32 წელი შეგვისურდა. არც ერთი თვე მე არ დამისვენია, აი 32 წელია ტელევიზია არსებობს და ერთი კვირას არ ყოფილვარ არსად. საზღვარგარეთზე ლაპარაკის ხო ზედმეტი არის. რა არის, უნდა გიყვარდეს ისე რაც გაქვს. თქვენ მართლა საინტერესო ხალხი ხართ, მე არ დამავიწყდება, იცი, აი 300-მდე კაცი იყო იმაში, სამეგრელოში, იმაში წალენჯიხაში. ფანატიკოსები ხართ სულ ყველანი, აი იდეის ხალხი ხარ და კიდევ ერთხელ გიფიქრებ რა. აგერ ჯეჯელავამ თქვა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ახალი საქართველოსი. თქვენ ლიდერებში უნდა იყოთ, იცი, მებრძოლთა ლიდერებში. კი, ახლა ლელა მეცნიერი არის და ესე ვთქვათ, ყველა კარგი გიგოა, ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ ყველა პატივსცემს, სხვა შორის და გაერთიანდით ინტელექტუალები, აი ფიქრი გულწრფელი ვარ რა. მე ამუკასაც ძალიან კარგად ვიცნობ და დიდ პატივსცემ მას, ახლა ბევრს არ მოსწონთ ბანკირი, ბანკირის ადამიანია და ბანკირება სხვა შორის დამიჯერეთ
ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც ბანკებმა ძალიან დიდი შეცვლილი შეიტანეს, რომ ეკონომიკაში რაღაცეები გვაქვს და ბადრის ძალიან საინტერესო ადამიანია. ყველა საინტერესოები ხართ. მე გირჩევთ რომ დაიწყოთ. გისმენთ? და ეხა ყოველდღიურ წალენჯი ახსენე შენ და ირაკლი კუპრაძე გუშინ წინ წალენჯი ხაში იყო. ვიცი, საინფორმაციო რომ წალენჯი ხაში იყო, კი ვიცი. წინაპირაში ჩვენ კახეთში ვიყავით თელავში, ვიყავით ყვარელში, გამოვიტანეთ აი ის თემა კუდიგორის ტყე რომ და მთა რომ მოჭრეს და ტყე გაკეთეს. ვიცი, საშინელებას აკეთებს, წილოსანის კაპრიზია რაღაცა, ვიცი ხო. განან ამის უკან და სხვათა შორის ეს არ თქმულა არსად. ძალიან წინააღმდეგი იყო განსვენებული ეპისკოპოსი მეუფე სერგი ამ მშენებლობისა და ერთი პერიოდი გაჩერდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც მეუფე სერგი გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდგომ დღეს იქ მოქმედი ეპისკოპოსი ჯერ არ არის დანიშნული და ეს მშენებლობაც გაგრძელდა ასე რომ ეს ხალხი არც ეკლესიას უწევს ანგარიშს, არც სასულიერო პირების პოზიციას უწევს ანგარიშს და არაფერს არ უწევს საერთოდ ანგარიშს შეიძლება იყოს. ჟანდაბა მაგათას მე მართლა მინდა რომ გააქტიურდეთ. სხვა შორის ხა ისა ფიქრი დღეს ავიკითხე რა საინტერესო შენიშნა ადამიანს თუ კი კატა უყვარს ის ყველაზე კარგი ადამიანი არისო და მე მგონი ბევრი ვარ და ერო უყურებ ეხლა შენ ფუფულა და საყვარელ კატას აი მართა გეუნები ფიქრია მომიდა ვეღე ძალიან საყვარელია ძალიან ფიქრი ეს არის აი ჩვენი ოჯახის წევრი ეგრე არიან მე ხა ხავს მე იმა ჟანგიას ვეზახი ჟანგის ფერი კატა ვყავს ისეთი ჩურჩუტია და ისეთი მიმდობი არის ჩემი ოთახიდან არ გადის თუ ჩემთან უნდა ყოფნა და რა არის ადამიანს თუ ცხოველისადმი სითბო და ენერგიის გაცემის ჟინი აქვს ის ადამიანი კეთილშობილი არის მე ესე ვფიქრობ და მართა მინდა იცი ფიქრიათ ყველაზე სერიოზული და აკადემიური და პროფესიული ძალები თქვენ გაქვთ დაიწყეთ რა აი დაიწყეთ მე არ ვიცი იცით ახლა აი რაცა თუნდაც აი სხვაჩერ სულ მიკვირს ეს ამბავი ჭადრაკის სასახლე როა უნიკალური ადგილია ყოფილი სასაფლაო იყო იქა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი განისვენებდა იქ თავის დროზე მე გადაასვენეს ზოგი ვაკის სასაფლაოზე ზოგი კი და რა არის იცი ფიქრია მოდი რა იქ დაიწყეთ შეხვედრები აი დაიწყეთ იქა ცენტრი არის არ გაუჭირდება არავის ან რაღაც აი ჭადრაკის სასახლის გარშემო ძალიან კარგი პირობებია ცენტრში უნდა ხდებოდეს შეხვედრები. გააკეთეთ მან. მე არ გეწყინოს ახლა შესაძლებელსაც. რაიონებში სიარულს აზრი არა აქვს. აი კი, მაგრამ მესმის იცი აი ბათუმში და ეგეთი შეხვედრის ადგილებს. დათო ძირითადი შტაბი თბილისში უნდა იყოს, პოლიტიკური ბრძოლის შტაბი უნდა იყოს თბილისი და ყველა დაშერებულია. მაგრამ არ უნდა მიგვავიწყდეს რეგიონები და ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველა ისტორია მაქვს საკითხული. მათ თქვენ ერთად ერთადერთი გურიაში იყო გარღვევა 900-იან წლებში, 902-3 წლებში. იმის შემდეგ პერიფერიებში ამინდის შექმნის ჟინი ვერ შექმნეს. მუცბელად გეუბნები, ბათუმია ქალაქი, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ზუგდიდის ჯობია იცი რა ყველაზე ოპტიმალური იქნება რომ მუდმივი შეკრებები ხდებოდეს მუდმივი დისკუსიები დიალოგები უნდა იყოს გააკეთეთ დაიწყეთ მე კიდევ ერთხელ გიფიქრე ყველაზე ინტელექტუალური რესურსებით გაჯერებული ძალა ხართ ლელო ხართ კაცო ლელო ხართ მე თუ ფეხსერ ვაღლადო 14-15% აიღეთ ამ დროს თქვენზე ისეთი სიზული ქონდა ვიცინას რომ შეგიცინეს დაწოლებული ვარ ნუ ჩერდებით, აი პაუზა გაქვთ ყველას, ისე მიკვირს. არა, მოდი ახლა მე ესე ვფიქრობ, რა ვიცი ახლა ნუ წალენჯი ხაშდება სიარულს, ზოგია თბილისში შეკრებები. შეხვედრები დათო, მაგრამ დიდ შეხვედრებამდე აუცილებელია რომ ადამიანებმა პოლიტიკოსები საკუთარი თვალით დაინახონ და არა მხოლოდ ტელევიზორებიდან მოლაპარაკონ. ჩვენ ახლა ამას ვაკეთებთ ყველანაირი კამერის გარეშე, ნუ ცხადია კამერასაც ალაგავად მე გიჩვენებთ რომ კამერით გიარო და გადაუგზავნეთ ყველა ტელევიზიას კაცო ეს მასალები
ძირითადად იმ ტყუილების მხილება, რომელ ტყუილებსაც ხელისუფლება ყოველდღიურად ამბობს ამ ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ უნდათ რომ ამ ტყუილებით გადაფარონ ყველაფერი, დეზინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ და კორუფციაზე ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ. კი, სხვაჯერით ყოველთვის გამორჩეული. დღეს არ ცხენიათ, რომ თვითონ გამოდიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, თავმჯდომარე მინისტრები, დღეს გამოვიდნენ რომ რკინიგზის შეფები და ასე შემდგომ კიდე როგორ შეჭამა და გამოხრა კორუფციამ ეს ქვეყანა, ყველაფერი კიდევ წინა გვაქვს. რამდენი რამე იქნება ასე ვთქვათ, სააშკარაოზე გამოტანილი, როდესაც ესენი აღარ იქნებიან. ძალიან ბევრი უსამართლობა და ძალადობის ფაქტები რეგიონებში, მაგალითად, იგივე სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით. რა კარგია რომ ერთები შეეხებ ფიქრი, მაბატე რა. შეკითხვას დაგისვა ბოდიში რა. ფიქრი. დიდი ბოდიში რა. მართალი იმაში რა ქვია, სიონის ტაძარში ესე ვთქვათ, იკრიბებოდით 80-იანი წლების ბოლოს ძალიან კარგად მახსოვს და დაშოკილი ვარ და გაოცებული ვარ. საპატრიარქო არ ვიცი ეს მართლა რუსული კანტორა არის დაეგმოთ ის დაბობა კიევის ყველაზე დიდი პიჩორის ტაძარის. აი ხმარავის არ მოუღია. დღეს დილას ლისტვაზე ვიყავი. ვიღაცა ღმერთსახურია ერთი უზდელობა, ჩემის აზრით, არანორმალურობაა, რომ ანაფორით დაზუნზულებს იქ კაცი. არ არის სწორი და დაგმონ რა ეს ამბავი. საქართველოს ეკლესიამ წესით უნდა სოლიდარობა დაუფიქსიროს უკრაინის ეკლესიას. ხმას არ იღებს არავინ, აი ისე ვარ გაფრაზებული და რა ევარჯიშება ედალოცვის საგაცვო ადგეს და რაღაცა მე თუ მკითხავთ პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა დაგმონ უკრაინის და დედაქალაქის წმინდა ტაძრის დამგრევა. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა იყო და მე ვფიქრობ თუ ვინმე ილუზია აქვს რაღაც ერთმურწმუნეობის ან რუსული პოლიტიკის რაღაცა მართლმადიდებლური ხასიათის ძალიან ცხადი დემონსტრირება იყო აი ამ ძალიან ბარბაროსული ქმედებისა, რაც მათ ჩაიდინეს. მანამდე ჩვენთან იცი ეს შენ ძალიან კარგად ილორის ტაძარი აფხაზეთში, რომელიც ხა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მათ როგორ დაიწყეს შეთეთრება იმ ფრესკებისა, რომლებიც აგებდა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაძარი, ხო? საქართველოს ისტორიაში ბაგრატის სახელთან დაკავშირებული, ჩვენს წმინდანებთან დაკავშირებული და ასე შემდგომ. გადაათეთრეს აღარაფერს ვამბობ აი იმ ძველ დროზე, როდესაც მათ ასე ვთქვათ, უამრავი ტაძარი დაანგრიეს, ფრესკები შეათეთრეს, ხელნაწერები გაიტაცეს, საგანძური წაიღეს, ჩვენი მთელი საეკლესიო საგანძური და გაიტანეს რუსეთში და დღესაც არ მიგვიწვდება უამრავ რამეზე ხელი ჩვენ, მაგრამ ის რაც მათ ჩაიდინეს კიევ-პეჩორის ლავრასთან მიმართებაში, ეს საერთოდ 21 საუკუნეა, ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და არაფერში არ ჯდება, იმიტომ რომ პირდაპირ დამიზნებით დრონებით და რაკეტებით დაბომბეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლავრა მართლმადიდებლების და რომლებსაც თავად რუსებიც აღიარებენ. თან გაოცებული ვარ, ეს ფიგურია 4 მილიონიანი ქალაქის მთავარი ეკლესია დაბომბეს, ეს არის საზღარი გამოწვევა და აღმაშფოთებელია და საქართველოს საპატრიარქო რას აკეთებს? აი მართლა მიყვეს სირცხვილია, იცი რომ სოლიდარობას არ უფიქსირებს. მთავრობასაც უნდა დაეგო. მე არ მთავრობაზე იქნება პოზიცია შეუძლებელია სხვანაირად რომ ეს ასე არ იყოს, ეს არის გეთახმები, მართლა არ უნდა შევარჩინო და ფიქრია კიდევ 3-4 წუთის მოვპარა მე ისა თავდგერიძე მეყოლება. რა არის მართლა და მე სიმპათიურები თქვენ. გულწრფელად გეკითხები, კაცო, აი ხა ჩავწერე სადიზმი და წამება. ნორმად აქცია ამ ხელისუფლებამ. ის ვიღაცა კრეტინები, ორი პოლიციელი რო სემდა კაც კედელზე მიყუდებოს. აი მარტო ამის გამო უნდა გამოსულიყო მთელი თბილისი ჩემის აზრით. ეს შენ თუ გახსოვს მიშა ზაგაშვილი მასეთი კადრები დაინგრა სულ და ჩამოეშალა, არ გახსოვს და აი ახლა ისე გაატარა ყველა ცემა ტყეპა იყო საათ პოლიციის შენობაში. ეს აი რატო გადავაგორეთ, რატო აი არ აღშფოთეთ? მე ყველას მიმართავ ახლა ველა კი ამბობს რომ ახალი საქართველოს უნდა ვიბრძოლოთ. ამით უნდა დაგვეწყო.
ну ცემენ ხალხს პოლიცია საცემი კი არა გამოსაძიებელია რა დააშავა ადამიანმა მეტი არაფერი და ზეწოლას ახდენენ ადამიანზე არ უნდა შერჩეთ რას ფიქრობთ ამაზე თქვენი პარტია ჩვენ ამას გამოვეხმაურეთ ცხადება ნახეთ და ჩვენ როდესაც არ მოგწონდა და ვიბრძოლით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იმის გამო რომ ბევრი ძალადობრივი ფაქტი ხდებოდა და ეს ხელისუფლება პრაქტიკულად ამ დროშით მოვიდა ხომ რომ ძალადობა უნდა გასრულდეს ნუ გეშინიათ ესეთი კამპანია იყო და დღეს რა რეალობა ნუ გეშინია არ შეიძლება რომ შეგეშინდეს ადამიანს იმიტომ რომ ტროტუარზე დგომისთვის ადამიანს ციხეში მიიჭერენ ანაჯარიმებენ სტატუსის დაწერისთვის და აზრის გამოთქმისთვის კანონი შემოიღეს და დატუსაღებას დაიწყებენ ალბათ ძალიან მალე და აღარაფერს ვლაპარაკობ ადამიანებზე რომლებიც ჩვენ ვნახეთ საშინლად ნაცემები იმ აქციების დროს მთელმა საქართველომ ნახა და არა მარტო საქართველომ ეს იყო უსასტიკესი მოქცევა და მაშინ თითქოს ამბობდნენ რომ აი ეს რაღაცა მაინც ქართველებს არ ემეტებოდათ ხო გახსოვთ დათო რომ აი ვიღაცები ყავთ შემოყვანილი თორე ქართველს ესე როგორ გაიმეტებდა და ასე შემდგომ მაგრამ ჩვენ ახლა ვნახეთ რომ პოლიციის მუნდირში გამოწყობილი ადამიანები საქართველოს ერთ-ერთ ქალაქის პოლიციის შენობაში როგორ უსწორდებიან ადამიანებს აი ფიქრი ორი კაცი როგორ უტყავდა ერთად ადამიანთან და ახალგაზრდა ბიჭი იყო საწყალი საკარგო პროფესიონალიზმზე საერთოდ აღარ არის აქ ლაპარაკი და კანონის დაცვაზე ამიტომ აი ასეთმა თავგასულობამ როგორი სიტუაცია შექმნა ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებამ სამართალდამცავი ორგანოების ქცევამ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელ ინსტრუმენტებად გამოიწვია აი ეს რომ მზია ამაღლობელი ის იმიტომ რომ ვიღაც თავგასულ სამართალდამცავი რო ქვია იმ ადამიანს რაღაც არ მოეწონა შეურაცხყოფა მიაყენა ქალს და მე სტილა რომ მიიღო პასუხად ამისთვის იდგა იქ და ამბობდა ლოყა მეტკინაო მაგრამ ისი კოლეგები აგერ ჩვენ ნახეთ ლოყა ეტკინა კი არა როგორ უსწორდებოდნენ ადამიანს პრაქტიკულად სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებებს მართლა სადისტები იყვნენ არ გაგახსენდეს გირგვლიანის ამბავი რატო როდესაც გირგვლიანი და მისი მეგობარი ცემით მოკლეს პრაქტიკულად ხომ გაიტაცეს რა საშინელება იყო რომ ხრამში გადავარდა ეს ბიჭი შენობის გარეთ თუ ცემით მოკლავ ადამიანს შენობაში კიდე ბევრად უარესი შეიძლება ეს იყოს და როგორც იმდენიძე მაშინ ამბობდა რომ ის თავისი შვილისთვის კი არ ბიჭებისთვის იბრძოდა უნდა ვიბრძოლოთ როგორც საკუთარი ისე სხვების შვილებისთვის რატო ფიქრა იცი ფიქრია მე მაპატიოს ღერთმა დიდი ბოდიში ფიქრია რომ ამემოეწევრა და რა არის მოვიფიქროთ ყველამ კაცო მოვიფიქროთ რომ აი ამ პოლიციური ძალადობის საწინააღმდეგოდ არა გამოვიდეთ ყველა თაობა ყველა პარტია რაღაცა ერთიანობის ძალა ვაჩვენოთ ამათა საქართველოს ეს ბრძოლა წმინდა ბრძოლა არის არ უნდა შევარჩინოთ სადიზმი მე არ ვიყავი მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები იმავე საღამოს იყვნენ პოლიციასთან მე თბილისში არ ვიყავი და მეც აუცილებლად იქ გააპროტესტეს მაგრამ არ იყო ბევრი ხალხი არ იყო საუბედურო როდესაც ასეთი სისასტიკე ხდება ამას საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მოყვებოდეს ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ერთ მაგისვინოს და ეხლა მაინც რა არის გული ბიგზრობს რა სხვათ შორის პასტილის დღეები იყო აგერ 2 დღის წინ სულ შემთხვევით მოხდა ხო პასტილიასთან მისვლა და დაანგრიეს აი სულ იყო 800 კაცი და დაანგრიეს აი მთელი ეს ქვები ჩამოშალეს რისთვის აი ბატაწვილმანი რაღაცისთვის და გამხელა ამბავი არის 500-მდე კაცს სემდნენ და თან საათ კაცო ბუტკე იმაშია მარშრუტკების მანქანაში და ეს შევარჩინეთ ესენი გააგრძელებენ ამას თუკი ჩვენ არ დავგნეთ ეს არავის არ შეჩება ეს იციან ძალიან კარგად ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა სისტემიდან და ვიცით ჩვენ რომ პოლიციის სისტემიდან წავიდა ბევრი ადამიანი უცხოეთში ამერიკაშია ძალიან ბევრი გასული გონი 2500-მდე არის გასული იმიტომ რომ ეს ხალხი მიყვდა
რომ აქ ძალიან დიდ სიბინძურეში და ძალიან დიდ ფისტიკეში ხვევდნენ და დიდ ცოდვას ადებდნენ კისრიზე. დარჩა რაღაცა შემადგენლობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ ხვდება, წინ ვერ იხედება და ასრულებს აი ასეთ ძიმე დავალებებს ან თვითონ იჩენს ინიციატივებს და ეს დაუშველი არ უნდა დარჩეს, არავის არ უნდა შერჩეს არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. აი მაშინ შეიძლება თქვენ ვილაპარაკოთ სამართლებრივ სახელმწიფოზე, სამართლებრივ მოგვიწევს ლაპარაკი ერთად სულ ყველას. დიდი მადლობა.